როდესაც ლაპარაკი გვაქვს სქესთა შორის განსხვავებაზე, მეხსიერებისა და დასწავლის თვალსაზრისით, ცხადია მნიშვნელოვანია იმ საკითხის განხილვა, თუ რა გავლენას ახდენს სასქესო ჰორმონები დასწავლისა და მეხსიერების პროცესებზე. ნაჩვენებია, რომ იგივე ვთქვათ, მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ეტაპზე დასწავლისა და მეხსიერების ამა თუ იმ ფორმის ეფექტურობა განსხვავდება, რაც თავის მხრივ დაკავშირებული უნდა იყოს მდედრობითი სასქესო ჰორმონების, კერძოდ საკვერცხის სასქესო ჰორმონების დონესთან. ნაჩვენებია, რომ ქალები, რომლებიც ადრეულ ფოლიკულურ სტადიაზე ტრენირდებოდნენ, როგორც წესი, მამაკაცების მსგავს შედეგებს ამჟღავნებდნენ ხოლმე სხვადასხვა ტიპის ტესტებში, მათ შორის ვერბალურ ტესტებშიც. ხლა, ადრეული ფოლიკულური სტადია ფაქტიურად არის ის მდგომარეობა, როდესაც საკვერცხის ჰორმონის დონე არის ძალიან დაბალი. აქედან გამომდინარე, ეს მიუთითებს, რომ ქალის სასქესო ჰორმონები მნიშვნელოვან ზემოქმედებას უნდა ახდენდნენ იმ სქესობრივ დიმორფიზმზე, რომელიც აღინიშნება მამაკაცებს და ქალებს შორის დასწავლის თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ოვარიექტომია, თქვათ, სხვადასხვა ტიპის კვლევებში, მათ შორის შიშის კონდიცირების ექსპერიმენტებშიც, ახდენდა სქესთა შორისი განსხვავების ელიმინაციას. ოვარიექტომია ცხადია თავისთავად პირდაპირ კავშირში არის ისეთი სასქესო ჰორმონების კონცენტრაციასთან, როგორიც არის ესტროგენი და პროგესტერონი, ანუ იმ სასქესო ჰორმონების კონცენტრაციასთან, რომლებიც საკუთრივ საკვერცხებში გამომუშავდება. ჩვეულებრივ სხვადასხვა გამოკვლევებში ნახეს, რომ ადამიანებში ადრე ფოლიკულური, გვიანი ფოლიკულური და შვა ფაზების შედარების შედეგად სტრესით გამოწვეულ კორტიზოლსა და ვერბალური ინფორმაციის გახსენების უნარს შორის პოზიტიური დამოკიდებულება იყო. ხოლო შვა ფოლიკულურ სტადიაზე კი ნეგატიური დამოკიდებულება ვითარდებოდა. რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ სასქესო ჰორმონი არა უშუალოდ ახდენს გავლენას მხოლოდ დასწავლასა და მეხსიერებაზე, არამედ სასქესო ჰორმონების ურთიერთქმედება სტრესის ჰორმონთან გარკვეულწილად ცვლის ამ უკანასკნელის მოდულატორულ ეფექტებს დასწავლისა და მეხსიერების პროცესებზე. ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ სასქესო ჰორმონების დონე ზოგადად გავლენას ახდენს კორტიზოლის კოგნიტიურ ეფექტებზე. თავის მხრივ, კორტიზოლის კოგნიტიური ეფექტები განსხვავდება დასწავლის სხვადასხვა ეტაპზე, როგორიც არის, ვთქვათ, კონსოლიდაციის და გახსენების ეტაპები. ანუ ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ სასქესო ჰორმონების დონე განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მოდულატორული ზეგავლენა ექნება კორტიზოლს, როგორც სტრესის ჰორმონს, სხვადასხვა კოგნიტიურ პროცესებზე და მათ შორის დასწავლასა და მეხსიერებაზეც. ემოციურ მეხსიერებაზე სქესობრივი განსხვავება პიკს აღწევს მაშინ, როდესაც საკვერცხის ჰორმონები მაღალი კონცენტრაციით არის სისხლში. განსაკუთრებით კი აი ამ საკვერცხის ჰორმონებიდან მნიშვნელოვანი არის ესტროგენი, იმიტომ რომ თქვენ კარგად მოგიხსენებათ და ზემოთაც უკვე შევეხი ამ საკითხს, რომ საკვერცხეში გამომუშავდება არა მარტო ესტროგენი, არამედ თქვენ ისეთი ჰორმონიც, როგორიც არის პროგესტერონი. და ასე ვთქვათ, სქესობრივი განსხვავება შედარებით უფრო დაბალია და თითქმის მინიმალურია, როდესაც აი ამ საკვერცხის სასქესო ჰორმონების დონე დაბალია ორგანიზმში. არსებობს მთელი რიგი მონაცემები იმის თაობაზე, რომ სასქესო და სტრესის ჰორმონების ურთიერთქმედება მნიშვნელოვანია დასწავლისა და მეხსიერებაზე, როგორც ეს ზემოთაც უკვე რამოდენიმეჯერ აღვნიშნე.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ დედრების მეხსიარება როგორც წესი უფრო დეტალურია ვიდრე მამრების და ამას ჩვენ შევეხეთ იგივე ვთქვათ ავტობიოგრაფიული მეხსიერებას, როდესაც განვიხილავთ. და ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს ამიგდალას ფუნქციის ჰემისფერულ ლატერალიზაციასთან, რომელიც დედრების და მამრების, ქალების და მამაკაცების შემთხვევაში განსხვავებულია. ანუ ამჟღავნებს სქესს სპეციფიკურობას. მაგალითად, ემოციურად მნიშვნელოვან საგანთან ან მოვლენასთან დაკავშირებით, ხანგრძლივი მეხსიერების ჩამოყალიბებისას მამაკაცებში, როგორც წესი, მარჯვენა მხრის ამიგდალას აქტივობა აღინიშნება. ამისგან განსხვავებით, ქალებში მსგავს სიტუაციაში აქტივდება არა მარჯვენა, არამედ მარცხენა მხრის ამიგდალა. ცნობილია ასევე კვლევებიდან, რომ როგორც წესი მარჯვენა ნახევარსფერო ჩვეულებრივ უფრო გლობალური ინფორმაციის გადამუშავებას ემსახურება. მარცხენა ნახევარსფერო კი ლოკალურის და სტიმულის უფრო მეტად დეტალურ დამუშავებას უზრუნველყოფს. ეს თავისთავად გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს იმის თაობაზე, რომ ემოციურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებისას უფრო გლობალური მიდგომა უნდა გააჩნდეთ სავარაუდოდ მამაკაცებს, რომლებშიც სწორედ მარჯვენა ამიგდალას აქტივობა განსაკუთრებულად იმატებს და შედარებით უფრო ლოკალური ანალიზი უნდა მიმდინარეობდეს ქალებში. ზემოთ, როდესაც მე ვსაუბრობდი სქესთაშორის განსხვავებაზე, ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ განსხვავებები აღინიშნება გლობალურ დონეზე, როგორც არის ქცევა და ძალიან ისე ლოკალურ დონეებზე, როგორც არის უჯრედში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესებიც. და მართლაც დღეს უკვე ფაქტად გავრცელებულმა ნოკაუტის მეთოდების გამოყენებამ შესაძლებლობა მოგცა აი ამ მოლეკულური პროცესების დონეზე გამოგვევლინა ის განსხვავებები, რომლებიც არსებობს მამრ და მდედრ ორგანიზმებს შორის დასწავლისა და მეხსიერების თვალსაზრისით. კერძოდ, იგივე კამკინაზას შემთხვევაში ნაჩვენებია, რომ კამკინაზა ბეტას ნოკაუტირება მხოლოდ მამრებში იწვევდა სივრცითი მეხსიერების დარღვევას. და ეს პროცესი იყო ძალიან ექსკლუზიური მამრი ორგანიზმებისთვის და დედრებში სივრცითი მეხსიერება არ ირღვევოდა. ხა ზოგადად კამკინაზას კასკადი რომ მეხსიერების ფორმაში არის, მეხსიერების ფორმირებაში რომ არის ჩართული და გენთა ტრანსკრიფციას არეგულირებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ამ ნოკაუტირების გზით, გამოვლინდა ის ფენომენი, რომ მსგავსი ან კამკინაზას ზემოთ აღნიშნული მოქმედება სქესს სპეციფიკურ ხასიათს ატარებს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კამკინაზა ბეტა ნოკაუტში დარღვეული იყო ხანგრძლივი პოტენციაცია, ჰიპოკამპალური ხანგრძლივი პოტენციაცია და აი ეს ხანგრძლივი პოტენციაციის დარღვევაც აღინიშნებოდა მხოლოდ მამრ ორგანიზმებში და არ იყო რეგისტრირებული მდედრებში. კამკინაზა კეის გენის ნოკაუტირება დასწავლის ამოცანების შესრულების შემდგომ სპლაისინგის ორი განსაზღვრული ფაქტორის გაზრდილ ექსპრესიასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ აი ეს გაზრდილი ექსპრესია აღინიშნებოდა მხოლოდ მამრ ორგანიზმებში და არ იყო ნანახი დედრებში. ანუ ფაქტიურად ჩანს, რომ მოლეკულურ დონეზე ისეთი კასკადიც კი, როგორიც არის კამკინაზას კასკადი და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დასწავლისა და მეხსიერების პროცესებისთვის, განსხვავდება სხვადასხვა სქესის ორგანიზმებისთვის. ასევე ნოკაუტირების გზით ნახეს, რომ გაიმა რეცეპტორის დელტა სუბერთეულის ნოკაუტირება იწვევდა შიშის კონდიცირების ამოცანებში პასუხის გაძლიერებას, მაგრამ აღნიშნული გაძლიერება ასევე სქესს სპეციფიკურ ხასიათს ატარებდა და მხოლოდ მდედრებში იყო გამოვლენილი,
და არ აღინიშნებოდა მამრ ორგანიზმებში. ხა, უფრო მეტიც, როდესაც თქვა შეისწავლეს ეგრეთ წოდებული FCG ნოკაუტები, რომლებიც ფაქტიურად საშუალებას იძლევიან იმის, რომ მათში მოხდეს მდედრობითი და მამრობითი ჰორმონების კონცენტრაციის სათანადო დარეგულირება. იმის მიუხედავად თქვათ რა გენეტიკური საფუძველი არსებობს, ანუ მდედრია გენეტიკურად ორგანიზმი თუ მამრი, აი მსგავსი ტიპის ნოკაუტებში ინსტრუმენტალური დასწავლა გენეტიკურად მდედრ ორგანიზმებში, როგორც წესი, უფრო უკეთ იყო წარმოდგენილი, ვიდრე მამრ ორგანიზმებში, კიდევ ვიმეორებ იმის და მიუხედავად, მათში მდედრობითი და მამრობითი ჰორმონები თუ რა დონეზე და რა კონცენტრაციით იყვნენ წარმოდგენილები. ანუ ფაქტიურად რომ შევაჯამოთ, შეიძლება ვთქვათ, რომ სქესთაშორისი განსხვავებები, ანუ სქესობრივი დიმორფიზმი დასწავლისა და მეხსიერების თვალსაზრისით შესაძლოა დანახული იქნეს როგორც ცალკეული მოლეკულური პროცესების დონეზე, ისევე უფრო მაღალ დონეებზე, ვთქვათ, როგორიც არის ქცევა და ასე შემდეგ. და ალბათ მომავლის საკითხია კიდევ უფრო დეტალური შესწავლა აღნიშნული განსხვავებებისა, რაშიც შემდგომ წვლილს შეიტანს იგივე თანამედროვე მეთოდები, როგორიც არის, ვთქვათ, მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდები და გენთა ნოკაუტირება, ასევე, ვთქვათ, ისეთი მეთოდები, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია, ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული იმიჯინგი და ასე შემდეგ.